ალბათ თავარია რომ არ დანებდეთ და ბოლომდე იბრძოლოთ. იპოვოთ мотивация და ის მიზანი, რისთვისაც ნამდვილად დღეს ბრძოლა. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, ეს სიტყვები 43 წლის ვიკ აღლონს ეკუთვნის, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ომი მოიგო. უფრო მეც მის შესახებ ეკა სესიკაშვილის სიუჟეტიდან გავიქებთ. ჩემი აზრით მთავარი არის შენ თავს შეპირდე რომ იქნება ყველაფერი კარგად და ამისკენ ნელ-ნელა წახვიდე ძალიან მცირე და ძალიან მძიმე ნაბიჯებით. მე ვარ ვიკა ღლონტი, 43 წლის, ვარ ყოფილი ონკოპაციენტი, საბედნიეროდ დავამარცხე ეს დაავადება. მე თვითონ აღმოვაჩინე კერჩი სიმაგრე და რატომღაც დავემალე ჩემ თავს, არ მივედი ექიმთან, არავის არ ვუთხარი, რაშიც ძალიან შევცდი. შემდეგ უკვე საგრძნობლად გაიზარდა ეს სიმაგრე და როცა ოჯახის წევრებს ვაჩვენე, სასწრაფოდ მიმიყვანეს ეხოსკოპიაზე. ეხოსკოპიამ მითხრა სავარაუდო პასუხი, რომელიც იყო ძალიან ცუდი და შემდეგ გავემგზავრე თურქეთში. დარწმუნებული ვიყავი, რომ შეცდნენ და ეს ჩემი დაავადება არ გამართლდებოდა, რისი ვარაუდიც აქ დაისვა. როცა გავიგე დიაგნოზი, სიმართლე გითხრათ, გავითიშე. ვერაფერზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი, ან რა უნდა გამეკეთებინა, ანუ რომ უნდა მებრძოლა, ან არ უნდა მებრძოლა. 1000-მა აზრმა გამიარა იმ წუთას და მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა ესე კადრებით, მაგრამ დავიწყე უკვე შემართებით ბრძოლა. იცით რა არის მთავარი? მთავარი არის მაგ დროს რაღაც мотивация. ეს мотивация იმ წუთას იყო მხოლოდ ჩემი შვილი. მე მინდოდა უბრალოდ რომ მეყურებინა მისი მომავლისთვის, როგორ იზრდებოდა და როგორ გადიოდა ცხოვრების ეტაპებს და აი ამან გადამარჩინა და ის მომენტი რომ ძალიან განვიცდიდი თმის გადაპარსვას, აი ყველაზე ერთი პირველი დღე მქონდა ეს დაავადება რომ გავიგე რომ დადასტურდა და მეორე დღე მქონდა ყველაზე მძიმე თმა რომ გადავიბარსე. აი ამ გადმოსახედიდან მართლა ძალიან მეღიმება იმ ჩემ განცდებზე, რაც მაშინ მქონდა, იმიტომ რომ ეს არის არაფერი. თმა ამოდის ჩვეულებრივად უფრო კარგი, უფრო ხარისხიანი, ცხოვრების უფრო დიდი სტიმული გაქვს. არ ნერვიულობ, არ განიცდი იმ რაღაც პატარა რაღაც წვრილმანებზე, აი ქიმიის კაბინეტიდან გამოსული ხშირად გამიგია მაღაზიაში, რიგში, ტრანსპორტში, რაღაც ისეთ პრობლემებზე ნერვიულობს ხალხი, რაც საერთოდ არ არის ეს ნერვიულობა. ვცდილობ რომ ყველას მოუწოდო სკრინინგისკენ, იმიტომ რომ დროული სკრინინგი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან მცირე პროცენტი არის სკრინინგის. დროულად აღმოჩენილი დაავადება არის ძალიან მარტივად მართვადი და დამარცხებადი. ჩემთვის დამარცხება იყო ბოლო ქიმია რო გადავისხი. მეგობრები მოვიდნენ ჩემთან ქიმიაზე ბუშტებით, ტორტებით. ჩამოყალიბდა ეს დღე ჩემს მეორე დაბადების დღედ. და აი ამ 12 ივლისიდან მოყოლებული აღარ მიფიქრია საერთოდ ამ დაავადებაზე. ქიმიის უკუშედეგებს როცა გადაივლი, მე უკვე აი ისეთი ბედნიერი ხარ, ისეთი ლამაზია ცხოვრება ამ ტკივილების და ამ შეგრძნებების გარეშე. ადამიანებს ვეთყოდი რომ არ შეშინდნენ რაც თავარია. აუცილებლად დაისახონ მიზნად რომ უნდა გამოჯანმრთელდნენ და სანამ ჩვენ თავში ვაღიარებთ იმას რომ კიბო ვერაფერს დაგვაკლებს, ასეც იქნება. უნდა იპოვო ძალა, უნდა ადგე. მე სულ დავდიოდი სამსახურში. ოჯახის წევრებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. არ მეგობრებზეც, ანუ იცით, აი შეცოდების თვალით არ უნდა შევხედოთ ონკოპაციენტს, იმიტომ რომ მე ის უფრო ითრგუნება. პირიქით, უნდა დავავალოთ რაღაც მარტივი საქმეები, ანუ საჭიროდ რომ მიგრძნოს თავი, იმიტომ რომ რაღაც არის მომენტი, როცა გეზედმეტება შენი თავი, როცა ონკოპაციენტი ხარ, გონია რომ ტვირთი ხარ ყველასთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. ისევ საჭირო ხდები, ეს რაღაც პერიოდია, უბრალოდ სხვების დახმარება რო გჭირდება. უნდა აუცილებლად ვაღიაროთ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. დაუპირდეთ ჩვენ თავს, ჩვენს ოჯახის წევრებს.